ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც პროცესზე ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურორის განმარტებით გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხე. რაც შეეხება დაცვის მხარეს ყოფილი პრემიერის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. გიორგი გახარია თავისუფლებებს დაიცავს ყველა ასპექტში, ყველა ფორმატში, მათ შორის თუ მიეცემა სასამართლოზე. მაგრამ არის ხდომათა დარბაზში დისტანციურად გერმანიიდან. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელის დარჩენილ ვადას ციხეში მოიხდის. პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, მსჯავრდებული სააკაშვილი გუშინ კლინიკა ვივა მედიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში პაციენტის დაბრუნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს, რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე. კანადის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების, კერძოდ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა გამოაცხადა. სანქციების სიაში დამატებულია 13 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი. მათ შორის არიან ისინი, ვინც რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის პროგრამის შემუშავებასა და განლაგებაში იყვნენ ჩართული. ასევე სანქციების განახლებულ სიაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100 გემიცაა შეყვანილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციალი ამოწურა. მარკო რუბიოს თქმით, ამერიკას ბევრი აღარაფერი დარჩა დასასანქცირებელი. ვაშინგტონმა სანქციები უკვე დაუწეს ამ მსხვილ რუსულ ნავთობ კომპანიებს, რითაც მოსკოვზე წნეხის შესაძლებლობები თითქმის ამოწურა. ხოლო რაც შეეხება რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, რუბიოს თქმით, სანქციების გვერდისავლით რუსული ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას ევროკავშირი უნდა შეებრძოლოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნის დასრულებას ხელი მოაწერა. ხელმოწერამდე კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მთავრობის მუშაობის აღდგენის წინაპირობაა, წარმომადგენელთა პალატა მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 222 კონგრესმენმა, მათ შორის მხოლოდ 6 იყო დემოკრატი, წინააღმდეგი 209 აღმოჩნდა. პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ ორივე კენჭისყრას დიდ გამარჯვებას უწოდებს. 43 დღის წინ დაწყებული შატდაუნის მიზეზი ბიუჯეტის საკითხზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოება იყო. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს.